მოდი აი კავკასიის მედიცინის ცენტრის ყველაზე მძლავრი მიმართულებები რომ განვიხილოთ და რაღაცნაირად რომ თქვათ რატომ არის ეს მიმართულებები მძლავრი. ვიცი რომ მე რამდენს გეტყვი და შენ დამეთანხმები თუ არ დამეთანხმები მოსულა ეგრე. ანუ იცი მე მგონი რომ საერთოდ ძალიან გაგუჭირდება. აი ჩემთვის კარდიოქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ძალიან მაგარია, ოფთალმოლოგია ძალიან მაგარია, ნეიროქირურგია ძალიან მაგარია. ეხლა ეს ტრანსპლანტაცია დაიწყეთ ფანტასტიკური რამ არის სულისტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შვება იქნება. მაგარიას და ხარისხიანის კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ ყველა სერვისი ეგეთი გვაქვს, რაც გვაქვს. უბრალოდ ბევრი გვაქვს და ეხლა ჩამონათვალი ძალიან იმას გვიზავს. დაწყებული აი პრევენციიდან, რომ შენი ჯანმრთელობა ამონიტორინგო დასრულებული თუ რამე დაგიდიაგნოსტირდა ისევ ჩვენთან მკურნალობის ჩათვლით ყველაფერი მიიღო ერთ სივრცეში ნებისმიერ მიმართულებით და აქედან გამომდინარე ეს კონცეფცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხარისხიანად სრულყოფილად ერთ სივრცეში ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ ესეთი ტიპის მიმართულებას. ძალიან ძლიერი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტით, კრიტიკული მედიცინის განყოფილებით, საოპერაციო, პოსტოპერაციულ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტით და იქ ძალიან დიდი მიმართულებები, როგორც არის ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ჰემატოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, კარდიოლოგია, თერაპია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, არ მინდა ეხლა რომ რამე გამოჩოს. აი ამ კუთხით ჩვენ აი კლასიკური სტაციონარი რაც არის, მაგ კუთხით რეფერალური ცენტრის სტატუსი გვაქვს. რაც ნიშნავს, რომ სხვა კლინიკებიდან რეფერირებული პაციენტების მიღების შესაბამისად ყველაზე მძიმე პაციენტების კონტინგენტის თქვენთან იკრიბება. მათ შორის მძიმე კატეგორიის პაციენტები, პოლიტრავმები და იცი რა არის, ასეთ მულტიპროფილურ ჰოსპიტალებში ზოგადადაც რომ თქვათ, პაციენტის უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცულია, ხო? თუ გჭირდება მაგალითად მეორე ხა რამდენიმე სპეციალისტის ახსენა, ხო? როდესაც აი გუნდი მუშაობს, ხო? და შეიძლება ეს პატარა ჰოსპიტალს არ ყავდეს უბრალოდ ის სპეციალისტი და ამ პაციენტის, ძიმე პაციენტის გადაყვანა, გადმოყვანა და ასე შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება. ამიტომ ხო, რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა, რთული დიაგნოზების, რთული და განსაკუთრებით აი მაგალითად ინსულტების მნიშვნელოვანია ხო რომ უნდა იმართოს ისეთ დაწესებულებაში სადაც ინსულტის მართვას საათები და წუთები განსაზღვრავენ და ისეთ დაწესებულებაში სადაც ეს ადამიანები გადარჩებიან და ეს ძალიან მაგარია რა ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი საიმედო ჰოსპიტალია ჩემთვის